საინტერესოა კიდევ ერთი შეკითხვა გვაქვს ესეთი. რატომ მაინც და მაინც თქვენ ამოგარჩიეთ მაშინ? რატომ მე პოლში ვიყავ 5 წელიწადით. კამადირ პოლკა მიცნობდა მე და იგორო. და იმიტომ მე წავიღავი ხანე ხალამბალამ. მე ვიყავ სუბთა მებრძოლი. რაზვედკაში ვიყავი. და ამარჩიეს. ეხლა რაბარაგობენ Perlia Martia Visavri. Perlia Sundarisov primeiro. ეს ყველაფერი თქვილია. თქვენი საბრძოლო საგმირო საქმეებით გქონდათ გათქმული სახელი? ჩვენ ახლა ვიცავართ ახლა. რაც გვიძლია ჩვენგან რაც არის დამოკიდებული ვაკეთებთ ამას ხალხში. კიდევ ხაზი იყოს, ქართველი იყოს, რუსი იყოს, სომეხი იყოს, ვინც არ უნდა იყოს. ეს დღე-დღე ჩვენ იმაშია ეს პროგრამაში და მუშაობ შეძლებს დაგვარად. ისე რაც მოხდა თქვენს პროგრამაში, ახლა აქ ყველა კერესება ოჩემში. აქტიობა მიიღო, ჩვენ ალბათ ყველა ვინც ეს არ არის ალბათ მაგათაც ვაცხოვებ ჩვენ და მიიღო აქტიობა კიდევ უფრო გაამზადონ და მოკიდო ხელი ისე რომ ხალხის შეერგების სამიზაუღან და არ იმია კონტრაქტი. მადლობთ. თუ შეიძლება გაგვეცანით და თქვენც ასევე გითხარით, რას გაგონებს 9 маиси? Как у Бабатерин типа хвалазе Павлович, что называют, хирурги. Бывшие фронтовые хирурги. Вот так. Амдямат пенсионеры вар. Самоулемас диди. ყველაფერი ეს იმიტომ ასე ვდგევა რომ სამამულო ომში ჩვენ რომ არ მოგეგო თქვა ამხანაგმა საქართველოს გაჩანაგებდნენ მაგრამ როგორც რუსეთის რა ადგილი დაიყანა ის რა ქია ჩვენი მდებმა ეს იყო გასო სამამულო ომი вот этому ამაში ყველაფერი ეს აქსოვილია სულ ყველა ერი რო ყოფილა კომპაქტურად შერწყობილი ამან დაგვანახა მარტო რუსი ჯარს კი არ მოუგია გასა ეს ომი მოიგო მთელი საბჭოთა ხალხის ყველა ერებმა აფხაზმა ქართველმა სომეხმა ბერძენმა უკრაინელმა ბელორუსმა დიდი რუსმა კანეშნო ნუ ყველა ვინც იყო ერთად მე ფრონტზე რო ვიყავი კიდე მე ზურგში ვიყავი მაგათთან პარტიზანთა თეატრში ვიყავი ყველა ჩვენთვის ერთი იყო გვიჭირდა ერთმანეთს არ ტოვებდით ყველას ვიდეო რომ ჩვენ დაგვესვა ჩვენი დედა მიწა Tanga ხესა გეხურებლო ილაბუნდანიო ხესი გეხურებალი აფხაზად კოლეგი ჯარია დუდიმა რაჩა დოხორბა ბუდ ხო ვარა აფხაზად იწარა დუდი კომარა გერაზე შენ თქვენდესირა შენ თქვენდა ვიტორია გოდეს ბრებდე შოულინდა было как положено спокойно жизнь это есть согласие ну, кто будет Агипшин, великая отечественная война, нам почти даны завтра. Ну, вы должны были это знать давно. И я сегодня еще раз говорю. Ay, kavga. Давайте.